დიდება ღმერთს და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის, რაც იყო, რაც არის და რაც იქნება ჩვენს ცხოვრებაში. სანამ დავიწყებდეთ 12 ვნების სახარების კითხვას, მცირეოდენი სიტყვით გავამზადოთ საკუთარი გული აი ამ მსახურებისათვის. ზოგადად თუ დააკვირდებით ერთ რამეს, ერთადერთი რაზეც ადამიანი მართლა გულწრფელად პასუხობს და შეიძლება საკუთარი თავი შეიწუხოს ვინმესთვის, ეს არის, როდესაც ადამიანი გრძნობს მეორე ადამიანისგან გულწრფელ სიყვარულს. თუ კი მე ვხედავ, რომ ადამიანს უყვარვარ, აი მართლა ძალიან უყვარვარ, მხოლოდ და მხოლოდ აი ამ შემთხვევაში ხვდები, რომ რამის შეცვლა შემიძლია მის გამო. ანუ მე შემიძლია საკუთარ თავს შეუქმნა გარკვეული დისკომფორტი, დღევანდელი ტერმინოლოგიით რო ვთქვათ, რომ ვაიძულო საკუთარი თავი, რომ ამ სიყვარულს უპასუხო. აქ იბადება ცოცხალი ურთიერთობა პიროვნებათა შორის. როდესაც მე ვიღაცას გულწრფელად უყვარვარ, მაშინ მეც ვცდილობ, რომ იგივეთი უპასუხო, ანუ თავგანწირვით უპასუხო მეც. და გამომდინარე აქედან ეს ცოცხალი ურთიერთობა შემდეგ ყალიბდება ადამიანთა შორის, პიროვნებათა შორის. აი დღეს მაცხოვარი ჩვენთვის დაითმენს ძალიან ბევრ რამეს ჩვენი სიყვარულისათვის. აი წარმოიდგინეთ, პიროვნულად წარმოიდგინეთ, აი პიროვნულად თქვენთვის ერთი ადამიანი აიღეთ, აი პიროვნულად თქვენთვის დაითმეს აი ამ ყველაფერს, რაზეც ახლა ჩვენ მოკლედ დღეს გვექნება მთელი მსახურება. თქვენ უბრალოდ წარმოიდგინეთ, როგორ უყვარვართ მას. ანუ თუ ეს განცდა ადამიანს არ აქვს, რომ მე ღმერთს, ანუ ქრისტეს ძალიან უყვარვარ და აი დღეს რა მსახურებაც იქნება, რომ ეს ყველაფერი ქრისტემ კონკრეტულად ჩემთვის გააკეთა, მაგრამ შეუძლებელია ადამიანმა ამას უპასუხო, თუ კი გათვითცნობიერებული არ აქვს ის, რომ ქრისტე მართლა ღმერთია. როგორ გრძნობ ამას? ანუ რა არის განცდა შინაგანი? რა შინაგანი მოძრაობით გრძნობ, რომ ქრისტე მართლა ღმერთია და მას უყვარვარ? ანუ აი ეს ღმერთი, რომელიც დღეს შეურაცხყოფილი, ტანჯული, ნაგინები, ნაცემი, ანუ ყველაზე სამარცხვინოდ გასამართლებული და ჯვარზე დამოკიდებული იქნება, ის ღმერთი არის, რომელმაც გალაქტიკები შექმნა. ის ღმერთი არის ყველაზე მთავარი, ვინ არის, იცი, რომელმაც ჩემი გული შეცვალა. აი ეს არის ერთადერთი ნიშანი იმისა, რომ ადამიანმა შეიძლება თქვას, რომ ქრისტე ღმერთია. რატომ არის ღმერთი? იმიტომ რომ ადამიანის ძალას შეუძლებელი იყო ჩემი გული შეეცვალა. მე ისეთი საძაგელი ვიყავი, მე ისეთი ვნებებით, მე ისეთი ჩვევებით ვიყავი შინაგანად, ისე იგი შეპყრობილი, რომ შეუძლებელი იყო არც ერთ ადამიანს, არც ერთი ადამიანის სიყვარულის გამო, არც საკუთარი თავის სიყვარულის გამო არასოდეს არაფერი არ შემიცვლია მე, არ გავხდარ ვარ ცოტათი მაინც უკეთესი. ერთადერთი ვის გამოც მე ეს შევძელი და ვინც ზოგადად ჩემი გულის ახლიდან დაბადება შეძლო, ეს არის აი ეს ღმერთი, რომელმაც გალაქტიკები შექმნა, ის ღმერთი, რომელმაც მთელი სამყარო შექმნა, ის ღმერთი, რომელმაც ჩემი გული შექმნა და ეს იგივე ღმერთია, რომელიც დღეს ჯვარზე ჩამოიკიდება. აი ეს ერთი ქრისტე არის, ვინც ამას მოქმედებს და ამას მე ვგრძნობ და რითი გრძნობ? აი ხშირად ვიძახ ხოლმე, რომ ქრისტე რო ღმერთია რა, სახარებაში წერია, მერე რა რო წერია, შენ რა იცი იქ რა წერია, ანუ ჩემმა გულმა იცის ეს. იმიტომ რომ ჩემი გული იყო ესეთი და გახდა ესეთი. ანუ ქრისტე როდესაც შეეხო ჩემს გულს, სასწაული მოხდა ის, რაც ადამიანური შესაძლებლობების მიღმა იყო. ადამიანს არ შეეძლო ამის გაკეთება არავის დედამიწის ზურგზე, არც ანგელოზებს, არც წმინდანებს, არავის არ შეეძლო ეს გაეკეთებინა ის, რაც ჩემ თავს მოხდა.
როგორ შეიცვალა ჩემი გული და როგორ დაუახლოვდა იგი ქრისტეს ღმერთს და როგორი საოცარი სიხარული გამაჩნია მე დღეს გულში გაცოცხლდა რწმენა. მაგრამ აი ხლა ვსვავთ კითხვას, აი აქ ყველაზე რთული კითხვა ისმება. ანუ შეხო მართლა ქრისტე ჩვენს გულს, ანუ ჩვენი გული გადასხვაფერდა, მივეცით ჩვენ საშუალება ქრისტეს, მიუშვით გულის იმ სიღრმეებამდე, რომ მას მართლა რეალურად შეეცვალა ჩვენი ცხოვრება, თუ ჩვენი სარწმუნოება დარჩა გარეგანი. და აი ზუსტად ეხლა მინდა ორი სიტყვა გითხრათ ამ გარეგნული სარწმუნოების შესახებ, რომელსაც ყველაზე მეტად წუხს ალბათ სახთო განგება, ანუ ქრისტე ყველაზე მეტად წუხს. დღეს ჯვრიდან მაცხოვარი გვეუბნება, რომ არაფერი სხვა რამისთვის არ ვაკეთებ მე ამას, გარდა იმისთვის, რომ თქვენი სარწმუნოება ჩემდამი იყოს ცოცხალი და არ იყოს მკვდარი და გარეგნული. არ იყოს ემოციებში და გრძნობებში გამოხატული, არამედ მართლა დღეს ჩემი ჯვრის დაბლა, ანუ ჯვარცმის დაბლა იდგეთ, რაღაცა შინაგანი განცდა გქონდეთ, მაგრამ გულს უხაროდეს. რატომ უხაროდეს? იმიტომ რომ გულმა იცის ვინ არის ის, ვინც დღეს ჯვარზე ჩამოეკიდება და მადლიერებით უყურებს ჯვარცმას და ეუბნება უფალო მადლობა შენ იმისთვის და რისთვის მადლობა 2000 წლის უკან რომ ჯვარზე გაეკარი, მაგისთვის მხოლოდ არა, იმისთვის რომ შენ მოხვედი ჩემ ცხოვრებაში და ჩემი ცხოვრება შეიცვალა შენით. ანუ ჩემი გული, ანუ როგორ გითხრათ, ჯვარზე ავიდა, ჯვარი გაიარა ჩემმა გულმა, გოლგოთა გაიარა ვნებების სიკვდილისა. ცოდვების სიკვდილის გოლგოთა გაიარა და ამიტომაც აღდგომის სიხარულს უკვე ვგრძნობ, იმიტომ რომ ჩემი აღდგომა მოხდა, ჩემი ჯოჯოხეთიდან ამოყვანა მოხდა. ეს ყველაფერი ჩემში ხდება და არა გარეგნულად, ჯვარცმას კი არ უყურებ გარეგნულად, არამედ ჩემს გულში ეცვა ქრისტე, იმიტომ რომ ჩემი ვნებები ვაცვიმე ჯვარს. და დღეს აი ეს სარწმუნოება არ არის. ჩვენ არ გვიყვარს ქრისტე, იმიტომ რომ მისი ღმერთობაში დარწმუნებულები არა ვართ, არ ვიცით მისი ღმერთობა, რომ ის მართლა ღმერთია. ჩვენ კი მოვედით რაღაცები შევცვალეთ, მაგრამ ხშირად ადამიანი იტანჯება რაღაცას ცulis, მაგრამ ეს სიხარულს კი ანანიჭებს, პირიქით ტანჯავს ადამიანს, იტანჯება ადამიანი, ეხლა ამისგან თავი უნდა შევიკავო, ეხლა ამ ვნებისგან თავი უნდა შევიკავო, ეხლა ეს აღარ უნდა გავაკეთო და დაძაბულია ადამიანი შინაგანად, არადა როგორ უნდა ამ ყველაფრის კეთება, როგორ უნდა ისევ მაგ სიამოვნების განცდა. და ამიტომ ღმერთში არ ცოცხალი რწმენა არ არის და ამიტომ ღმერთში არ თავისუფლდება ადამიანის გული და ღმერთში სიხარული არ აქვს ადამიანს, იმიტომ რომ მუდმივად მწუხარებაშია, იმიტომ რომ ვერ აკეთებს იმას, რაზეც ის თავიდან ბოლომდე შეყვარებულია, თავის ვნებაზე, თავის სურვილებზე, ისე იგი გემოთ მოყვარებაზე, ვერცხლის მოყვარებაზე, დიდების მოყვარებაზე, შეპყრობილი ადამიანი ისე უყვარს ეს ყველაფერი და ქრისტესთვის ამას ვერ თმობს. და ამიტომ დღეს ჯვრის ქვემოთ დგევარ და ვერ გრძნობთ აი ამ ყველაფერს და უბრალოდ ერთადერთი რასაც ვაკეთებთ იქნებ ვაიძულოთ საკუთარ გრძნობებს და საკუთარ ემოციებს, რომ განიცადო, ზოგმა შეიძლება ცრემლით ჩამოაგდო, ზოგმა შეიძლება რაღაცა შინაგანად აიძულოს საკუთარ, ისე იგი სამშვინველის ნაწილებს, რომლებიც აი ამაზე პასუხისგებლები არიან, რომ რაღაც აიძულოს, რომ გამოხატოს გარკვეული გრძნობა და ემოცია, მაგრამ ეს არ არის ის, რასაც ქრისტე ელოდება ჩვენგან წლიდან წლამდე, არ არის ეს ის. ამიტომ ჩვენ დავეჩვიეთ აი ამ გარეგნულ სარწმუნოებას. ჩვენ დავეჩვიეთ აი ამ გარეთ რო ხდება, ჩვენს გარეთ ხდება ყველაფერი, ჩვენში ყველაფერი ხდება სამყაროსი, დანარჩენი გარეთ ხდება, ჯვარცმაც გარეთ ხდება, აღდგომაც გარეთ ხდება, სამწუხარო დაფლაც ყველაფერი გარეთ ხდება, შინაგანად არ არის, იმიტომ რომ ცოცხალი სარწმუნოება არ არის, იმიტომ რომ ის რაც ქრისტეს გადახდა დღეს გული ვერ გრძნობს, იმიტომ რომ მას არ უღვაწია ამისთვის. ამიტომ აი ცოცხალი სარწმუნოება სულ სხვა განცდას ბადებს ადამიანში, აი ამ მადლიერების განცდას ბადებს, აი შინაგანი რაღაცა იმ წუხარებასთან ერთად საოცარი სიხარული გაკრავს გულში, მადლიერების განცდა გაკრავს გულში, რომ მადლობა ღმერთო აი ამისთვის, რისთვის მადლობა იცი? იმისთვის, რომ აი ჯვარცმა ხო დაითმინე, მაგრამ აი ეს გული რო შეცვალე, მადლობა შენ ამისთვის. მაგრამ შეიცვალა გული,
აი ეს არის ყველაზე მთავარი. აი შეიცვალა, იმიტომ რომ თუ გული არ შეიცვალა, ეს გული ვერ იტევს მერე ქრისტეს სიყვარულს. ვერ გძნობს ამ სიყვარულს, ვერ ხედავს ამ სიყვარულს. რამდენჯერ გითქვამ თქვენ, რა არ გაუკეთე ამ ადამიანს, რა არ დავანახე სიყვარული, მაგრამ ვერა და ვერ დაინახა, ვერც დაინახავს. რატო? იმიტომ რომ არ არის მასში ის განცდა, სიყვარულის დანახვის განცდა არ არის ადამიანში. და ასევე დღესაც ჩვენ ვდგევართ ქრისტეს ჯვარის წინაშე, ვიდგებით ქრისტეს ჯვარის წინაშე, ამ უდიდესი სიყვარულის წინაშე ვდგევართ. იქიდან უფალი გვეუბნება, რომ დღესაც მზად ვარ მე გაპატიოთ ყველაფერი, ანუ შეუნდე უფალო, რამე თუ არ აიციან რა საიქმან, თუ კი დღეს შენი გული შეიცვლება და აი ამ მსახურების მერე შენ დაადგები ცოცხალი სარწმუნოების გზას, ანუ ამ სიყვარულის პასუხს, ანუ პასუხს შეძლებ, უპასუხო ამ სიყვარულს, ანუ შეიქმნა შინაგანი გამოხვიდე საკუთარი კომფორტის ზონიდან და შეექმნა საკუთარ თავში ის განცდა, რომ ამ სიყვარულს უნდა უპასუხო მე. და ამ სიყვარულის პასუხი არის ზუსტად ადამიანის ცვალებადობა, ადამიანის გულის ცვალებადობა, ადამიანის შინაგანი მთლიანად გარდაქმნა. ამიტომ ბრძანებს დავით მეფსალმუნე, გული წმინდა დაბადე ჩემთან აღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემს. აი ეს არის ჩვენი მიზანი. და ჯვარცმის დროს ჩვენ ვდგევარ და ამას ვითხოვთ უფლისაგან, რომ ღმერთმა მოგცეს ძალა, რომ ამ სიყვარულს სათანადოდ უპასუხოთ. შეუძლებელია ამ უდიდეს სიყვარულს შენ რაღაცა ტოლი გააკეთო რამე, მართლა ტოლი გააკეთო რამე ამისი. მაგრამ ის რაც ჩვენ ძალგვიც, რომ ღმერთს ამ სიყვარულის საპასუხოდ უპასუხოთ, ეს უნდა გააკეთოს ქრისტიანმა ადამიანმა. ეს აუცილებლად უნდა შეძლოს ადამიანმა. ანუ გამოვიდეს საკუთარი კომფორტის ზონიდან, გამოვიდეს თავისი გარეგნული სარწმუნოებიდან, რომელიც კარგად მოირგო ადამიანმა, ანუ მისცეს ქრისტეს უფლება გააცოცხლოს რწმენა, რომ ცოცხალ რწმენას მისცეს უფლება, რომ ქრისტე გაძლევს შენ იმდენად მიყვარხარ, რომ გაძლევს შენ უფლებას, რომ შენ მიიღო მონაწილეობა ჩემს გადაწყვეტილებებში, ჩემს ღირებულებებისა და ფასეულობების ჩამოყალიბებაში, ჩემს ფიქრებში, ჩემს მისწრაფებებში, ჩემს მიზნებში მიიღო მონაწილეობა, იმიტომ რომ შენ იმდენი რამე გააკეთე ჩემთვის და იმხელა სიყვარული გამოხატე, რომ შეუძლებელია, რომ მე ამ სიყვარულზე არ გიპასუხო და ჩემი ცხოვრების ნაწილი არ გაგხადო. უფალი ამას ითხოვს ჩვენგან. მომეცი შენი გული ნიშნავს ამას, რომ შენ ცხოვრებაში შემომიშვიგთ ხო, მომეცი საშუალება, რომ შენთან ერთად ჩვენ სინერგიულად მივიღოთ გადაწყვეტილებები შენი ცხოვრებისა და მომავალი ცხოვრებისა და ზოგადად ამ მიწიერი და მარადიული ცხოვრებისათვის მომზადების საქმეში. მომეციგთ ხო შენი გული და გავემზადოთ ერთად. ჩემთან ყოფნისთვის, იმიტომ რომ მას უნდა რომ ყველანი ცხონდნენ, იმიტომ პავლე მოციქული ბრძანებს, რომ ღმერთზე ქრისტეზე იძახის, რომელსა ნებავს ყოველთა კაცთა ცხონება, ყველა ადამიანის ცხონება ნებავს ღმერთს და ყველა ადამიანი უყვარს უბრალოდ ამ სიყვარულს სხვადასხვანაირად პასუხობენ სხვადასხვა ადამიანები. მომეცი ქრისტე გვეუბნება, მომეცით საშუალება, ეს იმიტომ გავაკეთე, რომ მომეცით საშუალება გაცხონოთ, მომეცით საშუალება იმისთვის, რომ გახარებული იყვეთ, მომეცით საშუალება, რომ ბედნიერები იყვეთ, თუ მართლა გსურდა გინდათ ეს და გამომყევით მე, ანუ ერთად ვიაროთ და ამით უპასუხეთ ამ სიყვარულს, მაგრამ ჩვენ ამის მაგივრად ჩვენ შევქმენი ჩვენი პირადი სარწმუნოება, ჩვენი პირადი რელიგიურობა, რომელიც კარგ კომფორტში ვართ, იმიტომ რომ ის არ მაძალებს მე რაიმე შევცვალო, ის არ მეუნება მე რომ რაღაცა გადაწყვეტილებებში ქრისტეს უნდა მივიღო მონაწილეობა, ადამიანი ისეთია როგორიც იყო, რაც უყვარდა ისევ ის უყვარს, რაც სიამოვნებდა ისევ ის სიამოვნებს, ამ თავის სიამოვნებებს ემსახურება ადამიანი და აქედან გამომდინარე მკვდარია სარწმუნოება. მკვდარია, აი მართლა მკვდარია სარწმუნოება და არ ვითარდება იქ. ღმერთმა მოგცეს ამისი ძალა ყველას. ეს იოლი არ არის და სწრაფად არ ხდება, მე ვიცი ეს სწრაფად არ ხდება და იოლი არ არის, მაგრამ აი დღევანდელ დღეს მაინც გზას მაინც დავადგეთ. დღევანდელ დღეს მაინც თქვათ, კიდე გეუბნებით, სხვა არაფერი უნდა ღმერთს.
ჩვენი ცვალებადობა, ჩვენი გულის ცვალებადობა ჭირდება და არც ერთი წამი ქრისტეს გარეშე, როდესაც დღეს უკვე ისე იგი ფართოდ იძახის ყველა ადამიანი, ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ საბოლოო ჯამში ყოველ დღე, ყოველ წამს, ყოველ წუთიერად უფალო როგორ გავაკეთო, როგორ მოვიქცე, მახსოვ ხარ, მოდი ერთად ვაკეთოთ, რასაც ვაკეთებ, შრომობ, ლოცულობ თუ რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ერთად ვაკეთოთ ქრისტესთან ერთად. ეს სურს ღმერთს, ეს სურს ქრისტეს მეტი არაფერი. რომ შესაძლებლობა მიეცეს მას, რომ გაცხოვნოს, შესაძლებლობა მიეცეს მას, რომ მოგამზადოს იმისთვის, რომ მარადიული სასუფეველი დაგიმკვიდროს, რომელიც შენთვის არის გამზადებული, იმიტომ რომ ჯოჯოხეთი და ტკივილი და ტანჯვა ადამიანისთვის არ შექმნილა, არ არის ეს ადამიანისთვის შექმნილი, არამედ ეს არის შექმნილი იმ ძალისათვის, რომელიც იმსახურებს უბრალოდ იქ ყოფნას, რომელსაც ღმერთი ზულს და არ უნდა ყოფნა. ამიტომ უფალი აი ამას, აი დღეს ჯვრიდან ღაღადებს უფალი და გვეუბნება ამას. ადამიანებო, მომეცით, უპასუხეთ გთხოვთ ამ სიყვარულს. დამითქმეთ თქვენს გულში ადგილი და მომეცით საშუალება, რომ ერთად ვიაროთ, ერთად ვილოცოთ, ერთად ვიშრომოთ, ერთად ვიცხოვროთ და შემდეგ ერთად ვცხონდეთ, რომ ეს შეხვედრა ქრისტესგან იყოს გარდაუვალი. ჩვენ საოცარია დღეს უყურებთ ქრისტეს ჯვარცმულს და მოხდება ისე, რომ როდესაც ჩვენ შევაღებთ იმ საიდუმლო კარს, რასაც გარდაცვალება ქვია, ჩვენ მას ვნახავთ გაბრწყინებულს, ჩვენ მას ვნახავთ მთელი დიდებით შემოსილს, ჩვენ მას ვნახავთ იმ თაბორის ნათელში, საოცარ ნათელში, რომელიც იხილეს პეტრემ, იაკობმა და იოანემ. აი ეს გველოდება ჩვენ წინ და მე ვფიქრობ, სასწორზე თუ დადებ ადამიანი ამას, აი ქრისტიანი ადამიანი ყოველდღე ამას დებს სასწორზე, ეს თუ დანარჩენი ყველაფერი ყოველდღიურად რასაც ვაკეთებ და აი არჩევანს სამწუხაროდ ყოველთვის ვაკეთებთ მეორე მხარეზე და აი ეს არის ის ტკივილი, ეს არის ის ჯვარცმა და ეს არის იმ ლურსმანზე ისევ დარტყმა იმ ჩაქუჩისა, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვაკეთებთ და აღვასრულებთ, იმიტომ რომ ჩვენც ვიღებთ ამ ჯვარცმაში მონაწილეობას, როდესაც ამ სიყვარულს არ უპასუხობთ, როდესაც უარს ვეუბნებით ქრისტეს, მასთან ერთად ცხოვრებაზე და მასთან ერთად მოკლედ მკვიდრობაზე. ღმერთმა ძალა მოგცეს ამისი, რომ ამ სიყვარულს უპასუხოთ და ღმერთმა გული გააღოს ჩვენი აი ამ წრფელი სიყვარულისათვის, რომ ჩვენც ქრისტეს მსგავსად შევძლოთ, რომ სხვა ადამიანებით შევიყვაროთ ზუსტად ესე, როგორათაც ჯვრიდან უყვარდა მაცხოვარს ყველა ადამიანი. ღმერთმა დალოცვილი, დღეგრძელი და გახარებული გამყოფოთ ყველა.